აი უყურეთ რა ხდება. უბედურება რაშია. აი ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში ნებათა ღელვა წარმოიქმნა, ხო? მაინც დღეს უკვე გამოდის ქართველი ერი და წინააღმდეგია, რომ შემოვიდონ ეს უცხოელები, არაბები თუ თურქიმესხები შემოსხლნან. ნუ თუ ხელისუფლებას არ მოუვიდა ერთხელ მაინც აი ეს რაღაცას სურვილი რომ მოდი შევხვდეს ამ ხალხს. გაიარონ ამათან ერთად რა უნდა თანხავს ისინი არც მოდიან არც მესაუბრებიან არც კითხულობენ რა უნდა თანხავს რატო არიან წინააღმდეგი რა რის სურვილი აქვს ხომ უნდა მოვიდეს ხელისუფლებამ საზოგადოება დღეს გამოდის აი გამოვიდნენ უმეტესი ნაწილი რა თელი საქართველოს ქართველი მე არ გონია რომ გარდა ამათი ამ თავრობის წარმომადგენლების გარდა რომელიმე თანახმა იყოს მაგათი აქ შემოსვლისა ბატონებო ყველა ქართველი წინააღმდეგია მოვიდონ გვითხრან რატო მალავენ ამ სფეროს და მეორე საკითხია კიდე ესეთი საკითხი აქ ხო არ არის გამიზული ბატონო დავით თქვენ რო თქვენ რომ ეს ახლა შემოგდებულია მათ შეიძლება მოხდე აქ თუ არ ისინი არ დათმეს ამა და არ მართლა არ აბზალეთ ამათი შემოსვლა მოახდინონ ქართველი ერის დაპირისპირება მაგათთან რომ ჩვენ არ დაუშვებთ მაგათ არავითარ შემთხვევაში რას ქვია ჩემ საქართველოში მე უნდა ვიმეფო ჩემი არ მოუნაებო ჩემმა შვილებმა არ დაუშვებთ და ამის უკან ხო არაფერია იქ ჩამალული რომ რაღაცა მოახდინონ მე დაგვაპირისპირონ ქართველი ერი და მე აი გადაიტანებენ ეს ამათ გააკეთეს ჩვენ დაგვაბრალებენ ყველაფერს არავითარ შემთხვევაში ჩემო ქართველო ერთხელ სამუდამოდ განვითარებაზე ვიფიქროთ, მშვიდობაზე ვიფიქროთ, როგორ მივმართოთ. შეხედე ქართველი კაცი ერთმანეთს ვეჯიბრებოდით სიყვარულში, მოფერებაში. სად არის ეს ქართველობა დღეს? დაკარგეს საერთოდ ვინ არიან, რას ქვია? მე ქართველი ვარ და მე არ დაუშვებ ამას არასოდეს. მე თავს გავწირა რამის გულის რომ ჩემი საქართველოა. ეს ჩემი ხალხია, ჩემი შვილები. მინდა წინვალე თვალებში ჩავხედო ქართველი ერის თვალებში. გაჭირებული, გაუბედურებულია. სოფელი დაიშალა. უბრალო ხალხი, მუშათა კლასი, გლეხები არავის აღარ აინტერესებს რა დღეშია. იცლება საქართველოს, გარბიან და ვინ შემოდიან. ქართველები შემოგავთ ხალხო. ეს როგორ შეიძლება? რას ქვია ეს? ან ვის შეუულია? კარგით, ბატონო. დაცული ტერიტორიების შეხება ბატონო ვაჟა ეს რა უფლებით ეხებიან, როგორ უნდა შეეხებიან. ჩვენ არ გვინდა უცხოელები აქ. ჩვენ მივხედავთ ჩვენ საქართველოს. გაგვიჭირდება თუ გაგვიხიდება, ჩვენ დავგებით ერთმანეთის ქართველი ერი და ჩვენ მივხედავთ ჩვენ შვილებს ჩვენს მომავალს. და ასე იყო ჩვენი წინაპრები და გადავწევთ ჩვენ შვილებს აი ამ საქართველოს ბედნიერ საქართველოს. წმინდა მარია ღვთისმშობლის ნაჩუქარ მიწაწყალს. აქ ვერავინ ვერ შემოვა. მაგათ აქედან ჯობია რომ ეხლავე თავი შეიკავონ, თორე მე რასაც უნდა ჩვენ იმას დაინახავენ ეგენი. და ქართველები კიდევ ის მაგას მერე დაგებიან, ისინი პასუხს აგებენ. არავითარ შემთხვევაში თუ ქართველი ხარ დღეს მოდი და ქართველთა ინტერესი დაიცავი